გამარჯობა. რუსთაველიდან გამარჯობა ყველას. მე-10 დღეს პროტესტის. ესე იგი, წესით ადრე ვატარებდი ხოლმე კაბინეტში ამ იმას სახლიდან ამ თათბირებს ან შეხვედრიდან, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა აქედან უნდა ჩავატარო და შევაჯამოთ რაც ხდება. უპასუხოთ კობახიძის პროპაგანდას, რომელსაც აშკარად დამამშვიდებელი ჭირდება და აშკარად ვეღარ არის გაწონასწორებულ მდგომარეობაში. ეს არ არის ეს უცნაური მისი როლიდან გამომდინარე, რა როლიც აქვს დღეს მთავარი სისხლის მსმელის და დამრბევის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და მაგან თუ ვერ გაიგო, გავუმეოროთ მოთხოვნა რაც არის ამ თვითმარქვია რეჟიმის წათრევა, აქედან წასვლა, ახალი არჩევნების ჩატარება, ახალი სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ყველა პირსისხლიანის დასჯა, რასაც გავაკეთებთ ჩვენ. ამაზე მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ ახლა ვიტყვი შემდეგ რაღაცას, რომ საერთოდ რა საუბარია, რა ქრისტიანობაზე საუბრობ თქვენ და მართლმადიდებლობაზე, საერთოდ ხმას ნუ ვიტყვეთ ამ რაღაცის წარმოთქმა. მეორე, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებით დიასპორას, დღეს ვნახე ბრიტანეთის დიასპორაში, ლონდონში აქცია და მადლობა თქვენ ყოჩაღ. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია აქტიურობა დიასპორაში. მიდით და მოუწყეთ აქციები საელჩოებთან და ამყოფეთ არაკომფორტულ სიტუაციაში ეს სისხლიანი რეჟიმის დამცველები. ჩვენ ეხა აქ რო ხალხს დაძდევენ და იჭერენ ვიღაცა ნიღბიანები, ხო, ნახევრად გასამხედროებული რაზმები. მან დექსაფრთხე არ არის ევროპაში და ამერიკაში. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ მოიკრიბებით, მიხვალთ და შეუქმნით უხერხულობას. ვინც მან დილას მიდის სამსახურში. რისთვის დადიან საელჩოებში სამსახურში? საერთოდ რისთვის დადიან? ასევე დიდი მადლობა იმ ელჩებს, რომლებიც გადადგნენ სამსახურიდან, წამოვიდნენ სოლომონიას. რამდენიმე 5 ადამიანი იყო, მე როგორც დავითვალე. და მნიშვნელოვანია, რომ სხვებმაც გამოხატეთ პოზიცია. განცხადებით მაინც, ნუ იცავთ, ნუ ჩაყვებით ამათ ბოლომდე სამარეში და პოლიტიკურ მოუსვლეთში. და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის ბაშარ ალ-ასადის ბიოგრაფია და როგორ დაამთავრა ამ კაცმა. ეხლა მე მინდა 2 წუთით ამაზე გავჩერდე და გითხრათ, რომ 54 წელი მართავდა ალ-ასადის ოჯახი, 54 წელი მართავდა სირიას. გამარჯობა.